მოგესალმებით Master Cup-ის ჩემპიონატიდან ამ წუთას მიმდინარეობს ნახევარფინალები. წინა თამაში დასრულდა 3-3 ანგარიშსა და დაუპირისპირდნენ გრუნი და ჭაბონამა. პენლებში გაიმარჯვა გუნდმა გრუნიმ, მართლაც რომ შესანიშნავი თამაში იყო, როგორც ნახევარფინალში შეესაბამება. ამ წუთას მიმდინარეობს, როგორც ხედავთ, კავკასუს ავტო, აჭარა ჯგუფი და გავიგებთ მეორე ფინალისტის ვინაობას. ფინალი გაიმართება ხვალ და ხვალაც გადავაგრძელებთ ამ ეპიზოდს. ეს არის იცხოვრე ფეხბურთის შემდეგი ეპიზოდი და ჩვენ ვართ მზიური არენაზე Master League-ის სტადიონზე. მოკლედ, როგორც მოგეხსენებათ, Master Cup-ის ჩემპიონატზე იღებდა დასავლეთიდან 2 გუნდი მონაწილეობას და ამ წუთას ვიმყოფები დასავლეთ Master League-ის დელეგატთან ერთად, რომ მოგვახსენოთ გუნდებმა როგორ ითამაშეს და როგორ მოგწონთ თვითონ ეს ჩემპიონატი. დღეს მეოთხე ფინალში ერთი დასავლეთის წარმომადგენელი იყო ბესტ-გრუპი, რომელმაც ჩემი აზრით კარგად ითამაშა, თუმცა მაინც დააკლდა რაღაც ნახევარფინალში გასასვლელად. მეორე წარმომადგენელი ჭაბონამა, რომელმაც დამაჯერებლად მოიგო მეოთხე ფინალი და ეხა უყურეთ, ეხა მორჩა თამაში და დაძაბულ ბრძოლაში დამამარცხდა სამწუხაროდ პენალტების სერიაში არ გამომართლათ. საერთო ჯამში ტურნირი გასასვლელს უახლოვდება და უკვე მაყურებლებშიც ეწყობა რომ დაძაბულობა და დაძაბულობის ფონი არის უკვე მაღალი მივიწევთ ფინალისკენ და მეორე ფინალისტიც ეხა უკვე გამოვლინდება. როგორც ესეთი თვითონ გუნდ გრუნის უფრო დიდი გამოცდილება აქვს ამ სტადიონზე თამაშის. და ძალიან ხშირად თამაშობს და ჩემი აზრით ამანაც გავლენა იქონია თვითონ თამაშა ჭაბონამა გუნდს შეეხება. შეიძლება ესეც ითქვას, მაგრამ ეხა ჭაბონამა უკვე გამოცდილი არის ამ ჩემპიონატში, წლები აიღებს მონაწილეობას და ერთ-ერთი ძლიერი მეტოქეა ნებისმიერი გუნდისთვის და როგორც ხედავდით 2-0-დან აგებდა, შემდეგ 3-ით. ნიჩიავა და მინდა წარმატება უსვრო ყველა გუნდს. ამ წვრილი ჩემპიონატი ახლა დასასრულს უახლოვდება და მადლობა მინდა გადავუხადო ბეთლაის Master League-ას. ესეც საღამოები რო აჩუქა ქართულ ფეხბურთს მოყვარულებს და მე ვფიქრობ, რომ მომავალი წელი უკეთესი იქნება, როგორც ყოველი წელი ვითარდებით და მივიწევთ წინ. ნამდვილად დაგეთანხმებით, უღრმესი მადლობა და წარმატებები. ახლა კი ჩვენ ვუყუროთ თამაშს, როგორ განვითარდება მოვლენები და გავიგოთ ფინალისტის ვინაობა. წავედით. მეორე ფინალისტის ვინაობაც ცნობილია და ეს გახდა კავკასუს ავტო და ნახევარფინალში შეძლო და დაამარცხა აჭარა ჯგუფი 5-3 ანგარიშით. მოდი რომელიმე ფეხბურთელს შევეკითხოთ თამაშთან დაკავშირებით. უკაცრავად, ბოდიში. გილოცავთ პირველ ლიგში თქვენ მოიპოვეთ ფინალის საგზური. რაც შეეხება თამაშს, მე ვუყურე თქვენ საივებს, ძალიან მაგარი საივები გქონდათ. როგორ შეაფასებდით ოპონენტი გუნდის მეკარეს, გუნდსაც და თვითონ ამ ტურნირსაც და ფინალთან რა დაკავშირებით? ძალიან კაი გუნდი იყო, წინა თამაში თასის თამაში წაგებული ქონდა ამ გუნდთან და ეხლა უბრალოდ შეფასება მოვახდინეთ ამ გუნდის, გავანალიზეთ ჩვენი შეცდომები და დადებითი შედეგი გამოვიყო რა ყველაფერმა რა. წარმატებებს გისურვებთ ხვალ და რავი. აბა, თქვენი. მადლობა დიდი. ხონდეს. კარგით. ახლა გადავიდეთ 7-7 ფეხბურთის ასოციაციის ერთ-ერთ დამფუძნებელთან ბატონ ლაშა გაგურთან და ვკითხოთ ჩემპიონატთან დაკავშირებით თვითონ რას ფიქრობს. გამარჯობა. გამარჯობათ. როგორ მოგწონთ ეს ჩემპიონატი, რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ და ფინალთან დაკავშირებით რას ფიქრობთ? ფინალი შედგება ხვალ. ძალიან კარგი სანახაობრივი ფინალი იქნება. გავიდა 2 საუკეთესო გუნდი.
ფინალი ხა ხვალ ჩატარდება. რაც შეეხება სეზონს, აქტიური ვიყავით მთელ საქართველოში, ჩავატარეთ ფესტივალები, რეგიონალური ბეთლავე მასტერ ლიგები და თბილისის ბეთლავე მასტერ ლიგა, სადაც 90 გუნდი იღებდა მონაწილეობას. საერთოდ ჯამში მონაწილეობა მიიღო რეგულარულ ჩემპიონატში 150-მა გუნდმა და პლუს კიდე დაემატა ფესტივალები 200 გუნდზე მეტი მონაწილე ყავდა. დამაკმაყოფილებელი კი არა, დამაკმაყოფილებელი უფრო მეტია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აქტიურად იყო მთელი ბეთლავე მასტერ ლიგა მოდებული საქართველოში. როგორც ესეთი მასტერ კაპი არის ჩემპიონების ჩემპიონატი და ნამდვილად საუკეთესო გუნდები ჩამოდიან აქ მზიურის მასტერ ლიგის სტადიონზე, რომ შეერკინონ ერთმანეთს და იბრძანონ ჩემპიონობისთვის და თქვენი ფავორიტი გუნდი მაინც რომელია ამ ჩემპიონატზე, რას ფიქრობთ? ეხლა ფინალისტები გავარდნილიან, შეიძლება ფინალი. გავარდნილი თუ ითვლება, რა თქმა უნდა, ფოთის ჭაბონამა. ჭაბონამა. მეც ვუყურე ჭაბონამას თამაშს თვითონ სამტრედიაში და ძალიან კმაყოფილი დავრჩი, მართლაც რომ ერთ-ერთი ფავორიტი გუნდი იყო, მაგრამ სამწუხაროდ დღეს ნახევარფინალში დამარცხდნენ და წარმატებები მათ სამომავლოდ. რა თქმა უნდა, წარმატებები არა მარტო ფოთის ჭაბონამას, ყველა მონაწილეს მომავალ წელს გაცილებით უკეთესი ხარისხის ტურნირი გვექნება, გაშუქების თვალსაზრისითაც და რა თქმა უნდა, თამაშებით და მოკლედ ყველას გელოდებით მასტერ ლიგა არენაზე მთელ საქართველოში კიდევ ქუთაისში გაიხსნება უკვე ახალი მოედანი, სადაც ჩატარდა რემონტი, ახალი კარგი საფარია და კიდე სიურპრიზად ტოვებთ რამოდენიმე მოედანს, რომელიც კიდე შეემატება მასტერ ლიგის ოჯახს. ასე რომ წინ მასტერ ლიგა, ბეთლავე მასტერ ლიგა რა თქმა უნდა რჩება მთელ საქართველოში და იცხოვრეთ ფეხბურთით და ისიამოვნეთ ჯანსაღი ცხოვრების წესით. უღრმესი მადლობა. გაიხარეთ. მადლობა. მოკლედ, რაღაც სიურპრიზებსაც ვამზადებთო, ასე გავიგე და ამიტომაც უნდა დარჩეთ ჩვენთან. არ დაგავიწყოთ რომ დააჭიროთ გამოწერის ხილაკს, მოიწონოთ ვიდეო. რაც შეეხება ხვალ ფინალთან დაკავშირებით, იმას ვიტყვი რომ ახლა დავქათავთ ამ მონაკვეთს და ფინალიდან ჩაგერთვებით და ნახოთ რა შედეგით დასრულდება ფინალი და ვინ გახდება მასტერ კაპის გამარჯვებული. და დადგა მომენტი, როდესაც ჩემპიონების ჩემპიონატზე უპირისპირდებიან ჩემპიონები ერთმანეთს და ეს არის მასტერ კაპის ფინალი, სადაც დაუპირისპირდებიან კავკასოს აუტო და გრუნი ერთმანეთს. ეს არის თასი. და ვნახოთ რომელი გუნდი გახდება ამ თასის მფლობელი 2025 წლის მიწურულს. ვფიქრობ რომ ძალიან დაძაბული თამაში იქნება, ორივე გუნდი მართლაც რომ ძალიან მაგარ ფორმაშია. როგორც ვიცი, სამწვრთნელო ბაზა რაღაც ერთი ადამიანისგან შედგებაო და მაგასაც გავარკვევთ. ვნახოთ რა, ატმოსფერო მშვენიერია, მაყურებლებიც ესწრებიან. ვფიქრობ რომ ძალიან კარგი ფინალი ჩატარდება. და ჩემი ფავორიტი გუნდი მაინც გრუნია, ასე ვიტყოდი, ჭაბონამას შემდეგ. ჭაბონამა ძალიან მომეწონა და ერთი სიტყვით ფინალის შემდეგ ჩამოვართვათ ინტერვიუები მოთამაშეებს და მათი აზრით გავიგოთ რას ფიქრობენ, რას გრძნობენ და რას განიცდიან უშუალოდ ამ ტურნირთან დაკავშირებით. წავედით. რომელ გუნდს გულშემატკივრობს და ვინ არის თქვენი ფავორიტი ფეხბურთელი დღეს? კავკასიის ავტოიმპულსვალეში ჩემი შვილი თამაშობს და ყველა ჩემი ფავორიტია. თლიანი გუნდი. და რას ფიქრობთ, რა ანგარიშით დასრულდება? რა თქმა უნდა, ჩვენ მოვიგებთ. წარმატებებს გისურვებთ. მადლობა ძალიან დიდი. რომელ გუნდს გულშემატკივრობს და ვინ არის თქვენი ფავორიტი ფეხბურთელი დღეს? ალბათ ჯერ ფეხბურთი მთავარია, ფეხბურთის ეს რომ ანუ ყველა ერთად მეგობრობთ. არა, ხლა უფრო მეტად ჩემი მეგობრებიან გრუნი და ალბათ ლევანი. ლევანი. მართლაც რომ კარგი გუნდია, ეს არის მასტერ კაპი, ჩემპიონების ჩემპიონატი და წარმატებებს უსურვებთ თქვენს გუნდს და ლევანისაც. მადლობა ძალიან. როგორც ვხედავთ, ყველას ყავს თავისი ფავორიტი ფეხბურთელი ამ სტადიონზე. ყველა ემოციების გასასვლელად არის მოსული და ეს ორი გუნდიც ვიცი რომ მეგობრობენ, მაგრამ მოედანზე ეგ ყველაფერი გვერდით უნდა გადაიდოს და თამაში მიდის მოგებამდე. აქ ფრე ვერ დასრულდება, რადგან ეს არის ფინალი და ახლა კი მოусმინოთ საქართველოს ჰიმნს. ატია სამშობლო სახატემთელი
მოკლედ ვიმყოფებით ოფისში ახლა, როგორც მოგეხსენებათ, Master League-ის ნებისმიერ მნიშვნელოვან თამაშზე, არამც თუ ნახევარფინალი, ფინალი, ერთი მერბედები და ასე შემდეგ, ყოველთვის შეგიძლიათ უყუროთ სტრიმებზე. ამ წუთას უყურებს 70 და 71 გავხდებით ჩვენ. აუ ნახოთ. რეკლამას რო დაემთხვა? გრუნის გულშემატკივრები, სადაც იყო სახლში მიდიოდნენ, რადგან ანგარიში იყო 2-1, 39 წუთზე, ბოლო წუთზე მეკარე შეიცვალა და შემოვიდა შემტევი და მართლა არავის არ ეგონა და ბოლო წამზე გაათანაბრა გრუნი ანგარიში და გახდა 2-2. რის შედეგადაც ფინალი გადაიქცა პენლებში და ახლა გავიგებთ გამარჯვებული გუნდის ვინაობას, ვინ გახდება Master Cup-ის ჩემპიონი. ამიტომაც ერთად ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. დაახლოებით მაინც რო იცოდეთ, როგორც ცივა. ეკემ შეძლო და გაათბო ჩვენი ემოციები. აი ეს მაყურებლის ჩართულობა, ეს სიყვარულია ზუსტად ის, რა სიყვარულში ვცხოვრობთ აქ Master League-აზე მართლაც რომ და ვნახოთ რა და როგორ იქნება. ბოლო წამზე გატანილი გოლი, რომელმაც გადაიყვანა გრუნი პენლებში, მოიგო ფინალში. შესანიშნავი თამაში იყო მართლაც რომ არ შემიძლია რომ ხაზი არ გაუსვა ამას. მეც შოკში ვარ მართლა და რავი. აი ასეთი უნდა იყოს ფინალი. ასეთი ფეხბურთი ვიცით ჩვენ და ვცხოვრობთ ფეხბურთით. გამარჯობა. თქვენ გახდით ფინალის საუკეთესო მოთამაშე, გილოცავთ. როგორ შეაფასებდით ფინალს და ოპონენტ გუნდსაც? ძალიან დაძაბული თამაში იყო, როგორც ველოდით, ისე წარიმართა ყველაფერი და ბოლოს გაგვიმართლა, ბოლო წამზე გოლი გავიტანეთ და პენალტებიც რა თქმა უნდა ფორტუნა ჩვენსკენ იყო. მე ვფიქრობ ეს გამართლება არ იყო, ეს იყო მონდომება და კარგად განზრახვა შედეგისთვის და კი, ამ თამაშისთვის ძალიან მოემზადეთ, ჩვენი შრომა იყო ბევრი, მაგრამ რაღაც დეტალებში გამართლებამაც იქონია თავისი ფაქტორი. გილოცავთ კიდევ. მადლობა დიდი. პირველ რიგში მოგესალმებით, მიხარია რომ ჩვენი სტუმარი ხართ და როგორ შეაფასებდით ამ ტურნირს და ფინალს როგორ მოგეწონათ? პირველ რიგში გილოცავთ 2025 წლის ჩემპიონატის დასრულებას. ძალიან კაი ფინალი იყო, დაძაბული. ამდენი პენლების სერია პირველად ნახებ გონი თქვენ ისტორიაში არ არის და იმედია რომ მომავალ წელს კიდევ უკეთესი და უკეთესი ჩემპიონატი იქნება და რავი, მოგილოცავთ და ულოცავ გრუნს ჩემპიონობას. მიერები არიან აქ ხედავთ ყველანი.
მოგილოცავთ ყველაფერს. უღრმესი მადლობა. გაიხარეთ. ვიმყოფებით ბატონ აკაკისთან, 7-შვიდე ფეხბურთის ასოციაციის დამფუძნებელთან და ამ უშუალოდ იცხოვრე ფეხბურთის სულის ჩამდგმელთან ერთად და ძალიან გთხოვთ რამოდენიმე სიტყვით რომ გითხრათ როგორ შეაფასებდით 2025 წლის სეზონს ამ ფინალს და რა გეგმები გვაქვს სამომავლოდ. პირველ რიგში მადლობა შენ, მადლობა გაგა, მადლობა კემპს, მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო, ვინც გვიყურებდა, ვინც გამოგვიწერა, ვინც ელოდებოდა იმ კუთხის გაშუქებას, სადაც ჩავდიოდით, რასაც ვაკეთებდით, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ცხოვრობდით ფეხბურთით და ეხლაც ცხოვრობთ ფეხბურთით. მინდა მიულოცო ყველა ადამიანს, არა მარტო გამარჯვებულებს, ვინც მონაწილეობდა, ვინც ერთი თამაში მაინც ითამაშა, თუნდაც მოედანზე ვინც შევიდა და ვისაც ბურთი გაუგორებია ყველა იმ ადამიანს, მინდა მიულოცო წლევანდელი სეზონის დასასრული, მინდა მიულოცო გამარჯვებულ გუნდს, რა თქმა უნდა, ძალიან მაგარი ფინალი იყო, პენალტების სერიაში გაიმარჯვა გრუნმა და სეზონი ძალიან მაგრად ჩაატარა კავკასიის ავტოიმპორტმა. მე ვფიქრობდი, რომ კავკასუსი ადვილად მოიგებდა, მაგრამ ცდებოდი, იმიტომ რომ გრუნმა ძალიან მაგარი წინააღმდეგობა გაუწია და ყველას ვეტყოდი, ყველას რომ ძალიან მიყვარხართ, აუცილებლად დავბრუნდებით, რა თქმა უნდა, გაგასთან ერთად უფრო მაგარი და ბევრი სიახლეებით. გვექნება, ვიტყვი იმას, რომ წლის ბოლოს იქნება აუცილებლად დაჯილდოება, გალა დაჯილდოება, სადაც მთელი ქვეყნის მასშტაბით იქნებიან გამორჩეული ფეხბურთელები ჩვენთან ერთად და ერთად ვიზეიმებთ ზუსტად იმ ერთად ყოფნას და იმ გამარჯვებას. ეხლა კი მინდა რომ შენ ჩაგეხუტო, ჩემო გაგა, მადლობა გითხრა, მადლობა მინდა უთხრა ჩვენ საყვარელ ოპერატორს ირაკლი. ვიყვარხარ, იკა იყო ჩვენთან ერთად ამ თვეების განმავლობაში და იღებდა იმ საინტერესო ეპიზოდებს, სადაც იცხოვრე ფეხბურთი ქვია. ამიტომ ეხლა აი ჩვენ შვილებთან ერთად, ჩვენ უფროს ადამიანებთან ერთად ვაკეთებთ ამ საქმეს და დარწმუნებული ვარ, რომ უფრო მაგრად გავაკეთებთ, თუ რა თქმა უნდა ერთად ვიქნებით ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი აი ამ ფეხბურთისთვის, რასაც ამ ყველაფრის სიყვარულით გაკეთებული საქმე ქვია. აბა შენიცი გაგა და გადაიბარე უკვე ეს შენ მიკროფონი, მე მაქსიმალურად შევეცდები რომ შენ გვერდში ვიყო და გვერდში დაგიდგე რაც შემეძლება. მადლობა კიდე თქვენ ყველას. მადლობა პირიქით. საბოლოოდ თასის აიწია. ახლა მიდის ზეიმობა ამ ყველაფრის. ასეთი ფეხბურთი ვიცით ჩვენ აქ და გემშვიდობებით იცხოვრე ფეხბურთის შემდეგი ეპიზოდიდან.